მე ვარ ელენე კედელიძე 8 წლის. ვსწავლობ მესამე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ხატვა, საჭმლის გაკეთება და ცეკვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე 2 თვეა ვცეკვავ ჰიპ-ჰოპის წრეში. ჩემი კლასელი ცეკვავდა და მეც ძალიან მომეწონა. მახსოვს პირველი დღე ცეკვაზე რომ მივედი. საერთოდ არ ნერვიულობდი, იმიტომ რომ მივედი ძმასთან და დეიდაშვილებთან ერთად. ცეკვაში ყველაზე ძნელია გახურება. ყველაზე ადვილია ახალი ილეთების გაკეთება. საყვარელი ილეთია ეს. ჩემი საყვარელი მოცეკვავეა ლიზი მასწავლებელი. კარგად ხსნის ილეთებს და ჩემსავით ლამაზი. მე ვარ ლამაზი გოგო და ცოტათი პრანჭია. მე ვიპრანჭები ასე. ვდგები სარკესთან, თმას ვივარცხნი და ჩემი მაკიაჟით პომადას ვისვამ, თვალებს ვიღებავ და ვიცვამ ლამაზად. ზოგჯერ ვიცვამ დედიკოს მაღალ ქუსლიანებს. მე გავიზრდები მაღალი და ვიქნები 1.80 მ. კონცერტი ჯერ არ მქონია და მინდა მქონდეს ანტალიაში. სხვათა შორის მოგზაურობა ძალიან მიყვარს. ერთხელ ვიყავი ექსკურსიაზე და ძალიან მომეწონა. მე მინდა სამოგზაუროდ პირველ რიგში წავიდე გერმანიაში. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მყავს კარგი კლასელები და კარგი მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ვიქტორია ბჟნავა. ყველაზე ცელქია დანიელ ლორდკიფანიძე. ყველაზე ჭკვიანია გიორგი შევარდნაძე. ყველაზე მშვიდია თევდორე ჩადუნელი. მე ვარ ყველაზე კეთილი, მეგობრული და ლამაზი. ჩემი საყვარელი საგანია ინგლისური. საყვარელი მასწავლებელია თამთა შარაშიძე. იმიტომ რომ ძალიან აქტიურია, ყოველთვის უნდა რომ ბავშვები ვიყოთ ბედნიერი და თვითონაც ბედნიერი. ბედნიერი იმიტომ მგონია რომ ალბათ კარგი ოჯახი ჰყავს. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე დაწყებითების მასწავლებელი. ბავშვობაში მინდა და გამოსულიყავი მოდელი. ახლაც ვფიქრობ მოდელობაზე და შეიძლება გამოვიდე კიდეც. მე ასევე მიყვარს ხატვა და დავიწყე 6 წლის ასაკში. იქამდე იმიტომ არ ვხატავდი, რომ ფანქრები არ მქონდა. მე ცოტა ხანი დავდიოდი ხატვის წრეზე და გამოვედი. იმიტომ გამოვედი, რომ ჩემი 2 დედაშვილს გამოვედი. მე ვიცი ბიჭუნების დახატვა, გოგონების დახატვა, მზის ჩასვლა და ყვავილების დახატვა. ყველაზე კარგად გამომდის მზის ჩასვლის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია ის ფერი და არ მიყვარს ვარდისფერი. ხატებს იმიტომ არ ვაგროვებ, რომ მეკარგება. არადა კარგი იქნებოდა სახში მომეწყო გამოფენა. ნახატებს ყველაზე ხშირად ჩუქნი ნუცა კედელიძეს. ის არის ჩემი ბიძაშვილი და ჩემსავით კარგი გოგო. მეც მიყვარს რომ საჩუქრებს ჩუქნია. თოვლის ბაბუ აქვს, სულ მოაქვს საჩუქრები. შარშან მაგალითად მაჩუქა ყურსასმენები, დიდი ლეგო და კიდე რა მაჩუქა? ფილები, მძივების ნაკრები. წელს მინდა მაჩუქოს რბილი სათამაშო. ჩემი აზრით თოვლის ბაბუ არის 38 წლის. მისი ნამდვილი სახელი ალბათ არის გურა. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი ძმა. კიდე მინდა მყავდეს 1 ძმა და 2 და. ჩემი ძმა არის 10 წლის და ქვია ერეკლე. ის არის ჭკვიანი, ჯუუტი და მხიარული. ჩემი აზრით ერეკლე რო გაიზრდება, გამოვა მათემატიკოსი. მამიკო არის სიმპათიური, მხიარული და უშიშარი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, თბილი, საყვარელი, ზრუნველი. მე ვარ საშუალო დონის დიასახლის. ასე იმიტომ მგონია რომ საჭმელების გაკეთება კი ვიცი, მაგრამ სახლის დარაგება ცოტათი ვიზარება. პირველად საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 7 წლის. ეს საჭმელი იყო პიცა. ახლა ყველაზე მე კარგად გამომდის ნამცხრების გამოცხობა. ჩემი საყვარელი საჭმელია ხინკალი. ნიძლავზე შემიძლია შევჭამო 4 ცალი ხინკალი. ჩემი საყვარელი წიგნია დაჩის ზღაპრები. ზღაპრის გმირებიდან ადრე ვგავდი რაპუნცელს. მერე სამწუხაროდ შემიჭრეს თმა და ბევრი ვიტინი. ჩემი საყვარელი ფილმია კარგი ბავშვები არტირიან. სიამოვნებით ვითამაშებდი ამ ფილმში მთავარ როლს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, სულ გაკეთებული მექნებოდა სკოლის დავალებები. წინა მონაწილემ
დამიტოვა ასეთი შეკითხვა. რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია პლანშეტი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას, რომელი სუპერძალა უნდა რომ მქონდეს. მე მაგალითად მინდა მქონდეს გაუჩინარების სუპერძალა. ბედნიერება არის ბებიას ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.